დღევანდელი დღის თემა. საათნოებებზე განსაკუთრებულად უნდა ვზრუნავდეთ, უნდა ვბაძავდეთ ჩვენივე ბუნების და ამავდროულად ჩვენზე აღმატებული ღვაწლის წმინდანებს. დაუდევრობის გამართლება შეუძლებელია. მესმის, რომ გასულ დღეს თქვენი გონება ღრმა განსჯით დავტვირთე. ამიტომ დღეისათვის შედარებით მარტივი სწავლების შემოთავაზება მსურს. როგორც მარხვით დაუძლურებულ სხეულს სჭირდება ერთგვარი დასვენება, რომ კვლავ გაცხოველებული მოშურნებით განაგრძოს მარხვა, ასევე სულ სჭირდება დასვენება და დამშვიდება. გამუდმებულად დაძაბული ვერ იქნება იგი, ვერც გამუდმებით მოდუნებული. ხან ერთ მდგომარეობაში უნდა იყოს და ხან მეორეში. და ამგვარად იმართებოდეს როგორც სულის მდგომარეობა, ისე ხორციელი სურვილები. მუდმივი დაძაბული შრომა ქანს წყვეტს და აუძლურებს, მუდმივ მოშვებულობას კი დაუდევრობამდე მიჰყავს. ეს, როგორც ყველასთვის ცნობილია, სულსაც შეიძლება მოუვიდეს და სხეულსაც. ამიტომ ზომიერება ყოველთვის და ყველაფერში მშვენიერი გამოსავალია. ამას უფალი გვასწავლის თავისი იმ ქმნილებების მაგალითზეც, რომლებიც მან ჩვენი არსებობისთვის შექმნა. ამაში თქვენს დასარწმუნებლად ავიღოთ დღე და ღამე. ანუ ნათელი და ბნელი. როდესაც ღმერთმა ადამიანს დღე საქმისთვის, ღამე კი მოსვენებისა და სიმშვიდისათვის დაუდგინა, ორივე მათგანს ზომა და საზღვრები დაუწესა, რათა ამით ჩვენ გვესარგებლა. დღის შუქი რომ საქმისთვისაა დადგენილი, ამასთან დაკავშირებით დავითს უსმინე, რომელიც ამბობს: გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვის მიმწუხრადმდე. და კარგად თქვა, მიმწუხრადმდე. იმიტომ რომ მოსაღამოებასთან ერთად სინათლეც ილევა, მოდის ბნელი და ადამიანური ბუნება იძინებს, ამშვიდებს ნაშრომ სხეულს, აწყნარებს ყველა გრძნობას და კეთილგადიასავით თავისი მზრუნველობით ყოველ ასოს შრომისა და მომქანცველი საზრუნავისაგან ათავისუფლებს. როდესაც ღამე დასრულდება, გამოჩნდება სინათლე, ადამიანს გამოაღვიძებს და შეაძლებინებს, რომ ცინცხალი გრძნობებით შეხვდეს მზის სხივებს და განახლებული და მხურვალე გულმოდგინებით შეუდგეს ჩვეულ საქმეს. იმავეს ვხედავთ წელიწადის დროებთან დაკავშირებით. ზამთარს გაზაფხული მოსდევს, შემდეგ ზაფხული და შემოდგომა მოჰყვება, რათა ჰაერის შეზავების ცვალებადობამ გააკაჟოს ჩვენი სხეულები. რათა არც გადაჭარბებულმა სიცივემ დააუძლუროს და არც ძლიერმა სიცხემ გადაახუროს. ამიტომ ღმერთი ზამთარს შემოდგომით გვაჩვევს, ზაფხულს კი გაზაფხულით. საერთოდაც, თუ კი ვინმე მოინდომებს და ყველაფერ ამას დააკვირდება ყოველ ქმნილებაში, წესრიგსა და თანაფარდობას აღმოაჩენს და დარწმუნდება, რომ უმიზეზოდ და უმიზნოდ არაფერი ხდება. შეიძლება იგივე მიწისგან აღმოცენებულ მცენარეებში დავინახოთ. მიწა ყველაფერს ერთდროულად არ აღმოაცენებს და მის აღმონაცენს ყოველთვის ერთნაირად ვერ გამოვიყენებთ. ღვთისგან ბოძებული სიბრძნით მიწათმოქმედმა ეს იცის. მას ესმის, როდის ჩააგდოს თესლი, როდის დარგას ხეები და ვენახი, როდის ალესოს ცელი მკისათვის, როდის მოიწიოს ყურძენი და დაკრიფოს მტევნები, ან ნაყოფი და ზეთისხილი როდის შეაგროვოს. ერთი სიტყვით, თუ ყოველივე ამის დაწვრილებით შესწავლას მოინდომებ, ნახავ, რომ ბრძენია მიწათმოქმედი. ამის შემჩნევა შესაძლებელია არა მარტო მიწაზე, არამედ ზღვაშიც. იქ სრულიად სხვაგვარ საოცარ სიბრძნეს დაინახავ. მესაჭე მიცის, როდის ჩაუშვას ხომალდი ზღვაში, როდის დააბრუნოს ნავსადგურში, როდის გადაცუროს ზღვა. სწორედ ამდაგვარ ხალხზე დაკვირვებით შეგვიძლია განსაკუთრებით კარგად დავინახოთ, თუ ღვთის განგებულებამ რამხელა სიბრძნე ჩადო ადამიანურ ბუნებაში. დიდ გზაზე მოგზაურებმა ისე კარგად არიციან ყველა მოსახვევი, როგორც ამ ზღვაოსნებს შეუძლიათ ზღვაზე სწორი გეზის დაჭერა. ამიტომაც ღვთის აღმატებული სიბრძნით გაკვირვებას ასე გამოხატავს წერილი: ზღვაში შენ მიეცი მას გზა და წყალში საიმედო ბილიკი. რომელ ადამიანურ ბუნებას შეუძლია ამას მისწვდეს? ასევე გონივრულად არის მოწყობილი ყოველივე, რაც ადამიანების საკვებს უკავშირდება. ყოველ დროსა და წელიწადის ყოველ ჟამს ღმერთი განსხვავებულ საკვებს გვაძლევს. და დედამიწა, კეთილი გადიის მსგავსად შემოქმედის ნებას, დამორჩილებული გვაწვდის ნაყოფს. მაგრამ იმისთვის, რომ სიტყვა ზედმეტად არ გაგვიგრძელდეს, თქვენ როგორც გონიერ ადამიანებს, ყველა დანარჩენის გააზრება თვითონაც შეგიძლიათ. მიეცი დარიგება ბრძენს ნათქვამია და კიდევ უფრო დაბრძენდება. ყველაფერი ამის დანახვა მხოლოდ ჩვენი საკვების მაგალითზე კი არ შეიძლება, არამედ პირუტყვის საკვების მიხედვითაც. და თუ მოისურვებთ სხვა არაერთი საგნიდანაც, უდიდესი მხატვრის გამოუთქმელი სიბრძნისა და განუზომელი კაცთმოყვარების დანახვას კვლავ და კვლავ შეძლებთ. შეძლებთ შეიტყოთ, რომ ყველა ქმნილება რაღაც გონივრული მიზნითაა შექმნილი. ამ ყოველივეს დანახვა შესაძლებელია ასევე წმინდა ორმეოცის დიდი მარხვის განწესებაშიც. როგორც გრძელ გზებზე ყველგან შევხვდებით ეზოებსა და სასტუმროებს, სადაც დამაშვალ მგზავრებს დასვენება და შემდეგ გზის განგრძობა შეუძლიათ. როგორც ზღვას აქვს სანაპირო და ნავსადგური, სადაც მრავალ ღელვათა გადამლახავი და მრავალ ქართან ნაომარი ადამიანები მცირედ შეისვენებენ, რათა შემდეგ კვლავ განაგრძონ ცურვა. ასევე იმ ადამიანებისათვის, ვინც წმინდა ორმეოცის გზას შეუდგა, ღმერთმა მთელი კვირის მანძილზე ეს 2 დღე შაბათისა და კვირის დღეებში წმინდა ორმეოცის განმავლობაში ეკლესია ამ სუბუქებს მარხვას დააწესა როგორც ერთგვარი თავშესაფარი, თუ სასტუმრო, როგორც ნაპირი, თუ ნავსადგური. დააწესა ისინი მცირედი სულის მოთქმისთვის, რათა ამ კეთილი და მაცხონებელი მოგზაურობისას სხეულმაც ცოტა მოისვენოს მარხვისგან და სულიც, ამ ორდღიანი დასვენების შემდეგ,
ხენობით სავსე, კვალ ვიმავე გზას გაუდგეს. და აი ჩვენც რა კი ახლა სწორედ დასვენების დღეა ვთხოვთ თქვენ სიყვარულს, რომ მზრუნველად დაიცვათ მარხვაში მოპოვებული ნაყოფი, რათა მცირედი დასვენების შემდეგ იმ ნაყოფს ახალი მიუმატოთ, ასე ცოტ-ცოტაობით დიდი ქონება მოიხვეჭოთ, შეხვდეთ უფლის დღეს, ანუ პასექს, ქრისტეს აღდგომას და წმინდა დღესასწაულის ნავსადგურში თქვენი ხომალდი დიდი სულიერი ტვირთით შევიდეს. თუ კი უფლის ყველა ქმნილება, როგორც ეს ჩვენ გითხარით და როგორც ამას გამოცდილებაც ამოწმებს გონივრული მიზნით, აუცილებელ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლადაა შექმნილი, მაშ არც ჩვენი საქმეები უნდა იყო ფუჭი და ამაო და ჩვენსავ გადარჩენას უნდა ემსახურებოდეს. მიწიერ საქმეებში ჩაბმული ადამიანები არასოდეს გადაწყვეტენ საქმის დაწყებას, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ იქიდან გამორჩებიან რასმეს. მით უმეტეს ჩვენ გვმართებს ასე მოვიქცეთ და დაუდევრად არ ვატარებდეთ მარხვის დღეებს. არამედ, გამოვიკვლიოთ ჩვენი სინდისი, გამოვცადოთ გონება და ვნახოთ, რა გავაკეთეთ კარგი ამა თუ იმ კვირაში. რა შევიძინეთ მომდევნო კვირაში, რომელი ჩვენი ვნება გამოვასწორეთ. თუ ასე არ ვიზამთ და საკუთარ სულზე სწორედ ამგვარად არ ვიზრუნებთ, მარხვა და შიმშილი არას გვარგებს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ იმ ადამიანებზე უარესები აღმოჩნდებით, ვინც ზემოაღწერილ გულმოდგინებას ფულის შეგროვებისას ავლენს. ნახე, როგორ ფხიზლადაა ეს ხალხი, რომ ყოველდღიურად რამე შემატოს ძველ ქონებას. ისინი ვერასოდეს ძღებიან და ქონების ზრდასთან ერთად იზრდება მათი მოშურნეობა და გულმოდგინება. მაშ, თუ კი ადამიანები სიფხიზლეს იქავლენენ, სადაც ეს სიფხიზლე უმეტეს შემთხვევაში უნაყოფოა, სიმდიდრე კი სულის ცხონებას მხოლოდ ვნებს, განა ჩვენ უფრო მეტად გულმოდგინენი არ უნდა ვიყოთ აქ, სადაც გულმოდგინებას დიდი სარგებელი, გამოუთქმელი ჯილდო და აურაცხელი შემოსავალი მოაქვს. იქ, გარდა ყოველივე იმისა, რაც უკვე ითქვა, დიდი გაურკვევლობაა. შეგროვილი ქონების ბედი უცნობია მარტო. იმიტომ კი არა, რომ სიკვდილის შემდეგ აქ რჩება და შემგროვებელს ვერ ასარგებს, არამედ, იმიტომაც რომ პატრონს მასზე მკაცრად მოუწევს პასუხისგება. ხშირად ისე ხდება, რომ დიდი ქონების მომხვეჭელი ადამიანი, მძიმე შრომის, დიდი ძალისხმევისა და შფოთის შემდეგ, ქარიშხალივით მოვარდნილი რაღაც არახელსაყრელი ვითარების გამო სიკვდილამდე კარგავს ქონებას და ღარიბთა შორის უღარიბესად იქცევა. და ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. მაგრამ რაც შეეხება სულიერ სიმდიდრეს, მას მსგავსი რამ არასოდეს ემუქრება. ის მყარი და შეუძვრელია. და როდესაც განსაკუთრებით გაგვიჭირდება, უაღრესად გვეხმარება. ასე რომ, ვიდრე დროა, გევედრებით, ამ სულიერი ქონების შეძენას იმდენი მცდელობა მაინც მოვახმაროთ, რამდენსაც ეს ადამიანები ახმარენ. და არასდროს შევწყვიტოთ ფიქრი იმაზე, გავაკეთეთ კი რამ სიკეთე? ვხიზლობდით კი მაშინ, როდესაც ესა თუ ის ნება მძლავრობდა ჩვენზე. და თუ კი ასეთ დროს სინდისი გაგვამართლებს, უდიდესი სიამე ვიგემოთ. საქმე მარტო ის კი არაა, რომ ყოველდღიურად აქ მოვდიოდეთ, ერთსა და იმავეს ვისმენდეთ და მთელი 40 წლის განმავლობაში მარხულობდეთ. თუ გამუდმებული აქ დასწრება და ჩვენი ქადაგება ვერაფერს შეგძენთ და მარხვის ჟამს თქვენი სულისთვის სასარგებლოს ვერას მოიწევთ, ეს არამხოლოდ არას გვარგებს, არამედ სასჯელად გვექცევა. თუ კი ეკლესიის ჩვენდამი ამოდენა ზრუნვის პასუხად ისეთივენი დავრჩებით. თუ კი მრისხანი არ დამშვიდდება, თუ კი ბრაზიანი არ დაწყნარდება, შურიანი კეთილმოსურნედ არ იქცევა. ვერცხლის მოყარე თუ თავის ნაკლს არ დაივიწყებს და მოწყალების გაცემასა და ღატაკთა დაპურებას არ დაიწყებს. გარყვნილი უმანკო ცხოვრებას არ შეუდგება. ამაო დიდებას გადევნებული მის დათრგუნვას და ჭეშმარიტი დიდების ძებნას არ ისწავლის. ხოლო იგი, ვინც მოყვასის სიყვარულზე არ ზრუნავს, არ შეიცვლება და არ დააჯერებს საკუთარ თავს, რომ საკმარისი სულაც არ არის მეზვერეს ჯობდე. უკვე თუ ამბობს გიუყვარდენ მოყვარენი, ხოლო თქვენი რა ისასყიდელი გაქუს. რამე თუ მეზვერეთაცა ეგრეთვე ყვიან. მან ისეთ სულიერ მდგომარეობას უნდა მიაღწიოს, რომ მტრებსაც კი სიმშვიდით უმზერდეს და ძლიერად უყვარდეს ისინი. ხოლო თუ კი ჩვენ ყოველდღიურად ვივლით აქ, თუ გამუდმებით ყურს მიუგდებთ ამ დარიგებებს, თუ მარხვითაც უაღრესად ბევრ სასარგებლო რამეს შევიძენთ და მიუხედავად ამისა ზემოხსენებულ და კიდევ სხვა უამრავ ნებას არ დავამარცხებთ ჩვენში, მაშ მითხარით, როგორ გვეპატიება ეს და რაღა გაგვამართლებს? გთხოვ, მიპასუხე. შენ რომ ხედავდე, რომ შენი შვილი დიდი ხნის განმავლობაში ყოველდღიურად დადის სასწავლებელში, მაგრამ ვერაფერს იძენს, განა ამ ამბავს მოთმინებით შეხვდებოდი? განა ყმაწვილსაც არ დასჯიდი და მასწავლებელსაც არ უსაყვედურებდი? მერე კი, როდესაც შეიტყობდი, რომ მასწავლებელმა თავის მხრივ ყველაფერი გააკეთა, არაფერი დააკლო და რომ ამ ყველაფრის მიზეზი ყმაწვილის სიზარმაცე აღმოჩნდა, განა მთელ მრისხანებას ბავშვისკენ არ მიმართავდი და მასწავლებელს აღარას დააბრალებდი? იგივე უნდა ხდებოდეს აქაც. ჩვენ, როგორც მასწავლებლად დადგენილნი, ღვთის მადლით, სულიერ შვილებს, ყოველდღიურად ამ სასწავლებელში გიწვევთ და მაცხონებელ მოძღვრებას გთავაზობთ. თანაც ჩვენს პირად აზრებს კი არ გიზიარებთ, არამედ უფლისაგან წმინდა წერილით გადმოცემულ სწავლებას. სწორედ მას გადმოგცემთ ცხადად და ჩაგაგონებთ. ამგვარად, როდესაც ჩვენი მხრივ ასე ვზრუნავთ და ყოველდღიურად სათნოებათა გზაზე მიგითითებთ, თქვენ კი იმავე მდგომარეობაში რჩებით, მაშ იფიქრეთ, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, როგორ გვამწუხრებთ ჩვენ და როგორ დაისჯებით თავად თქვენ. ცხადია იმის გამო, რომ ჩვენ თქვენთვის დამოძღვრა არ დაგვიკლია, თავად პასუხს არაფერზე ვაგებთ. მაგრამ რაკიღა თქვენ ცხონებაზე ვზრუნავთ, თქვენს უზრუნველობას ადვილად მაინც ვერ მოვითმენთ. მასწავლებელიც ხომ ასეა.
როდესაც მოსწავლეში მისი სწავლების ვერანაირ ნაყოფს ვერ ხედავს, სწუხს და გულის ტკივა რომ ამაოდირჯება. ამას ახლა იმისთვის კი არ ვამბობ, რომ თქვენი სიყვარული დავამწუხრო. არამედ იმისთვის, რომ გამოგაღვიძოთ და შეგაგონოთ, რომ მარტო ხორციელი მარხვით და სხეულის დაუძლურებით ვერაფერს მიაღწევთ, რომ 42-ის დღეებს ამაოდ და უსარგებლოდ არ უნდა ატარებდეთ. ან რას ვამბობ წმინდა 42-ის დღეები მეთქი? როდესაც მოვალენი ვართ, რომ ჩვენი ცხოვრების არც ერთი დღე ისე არ გამოტოვოთ, სულიერი რამ ნაყოფი რო არ მოვიპოვოთ. ან ლოცვით, ან ახსარებით, ან მოწყალებით, ან რომელიმე სხვა სულიერი საქმით. თუკი პავლე, ეს დიდებული კაცი, რომელსაც მანამადე არავისგან სმენილი სიტყვები ესმა, თავის თავზე ამბობდა: მარა დღე მოვკვდები, ვფუცავ თქვენსა სიკადულსა. ამით გვასწავლიდა, რომ მას თავისი ღვთისმოსავობის გამო ისე ხშირად შეემთხვეოდა ხოლმე 1000 გვარი განსაცდელი, რომ ყოველდღიურად ახლოდან ხედავდა სიკვდილს. ხოლო იმას, რასაც ადამიანური ბუნება არაფრით დაუშვებდა, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანისთვის სიკვდილი ერთხელ არსებობს, პავლეს მისი ნების ძალა შეაძლებინებდა ხოლმე. თუმცა კაცთმოყვარე ღმერთი დიდი ხნის განმავლობაში ინახავდა მას სხვათა სახსნელად. მაშ, თუკი იგი ასე მოღვაწე და მიწაზე ანგელოზის მსგავსად გამოჩენილი, ყოველდღიურად ცდილობდა, რომ მოეხვეჭა რაიმე სათნოება, ჭეშმარიტების დასაცავად ყველა საფრთხის წინაშე მხედრდებოდა და არასოდეს შეჩერებულა. მაშ, რაღა გაგვამართლებს ჩვენ, ვისაც არამხოლოდ არანაირად არ გვეღვაწია და თანაც დამძიმებულები ვართ ამდენი ნაკლით, რომელთაგან თითოეულს ცალ-ცალკე ჩვენი წარწმედის უფსკულში ჩაგდება შეუძლია. ამავდროულად, არც კი ვცდილობთ ნაკლი გამოვასწოროთ. ძალიან ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ თითოეული ადამიანი ერთი კი არა, რამდენიმე ვნებითაა შეპყრობილი. როდესაც იგი მრისხანეცაა, თავდაუჭერელიც, ვერცხლის მოყვარეც, შურიანიც და სასტიკიც. და მიუხედავად ამისა, ამ ყველაფრის გამოსწორებას სულაც არ ცდილობს, კეთილ საქმეებს არ მიმართავს. აბა ცხონების რაღა იმედი უნდა დარჩეს მას? ამას ვამბობ და ყოველთვის ვიტყვი, რომ თითოეულმა მსმენელმა ჩვენ სიტყვებში მისთვის საკურნებელი ნახოს. დამამძიმებელი ვნებებისაგან განწმენდას შეეცადოს, ჯანმრთელობა დაიბრუნოს და სათნოებებით ცხოვრება შეძლოს. ხორციელად სნეულს ხშირად ემართება, რომ ექიმის მიერ მრავალგზის მიწოდებული წამლის ზემოქმედებისთვის დაცდა არ სურს, ამ წამლის შედეგად მოგრილი ტკივილი აბრაზებს და მოთმინებას უკარგავს. იგლეჯს მას და საკუთარ თავს ვეღარ შველის. ამ შემთხვევაში ექიმს, რომელსაც თავის მხრივ მცდელობა არ დაუკლია, ვერავინ უსაყვედურებს. ასევე აქაც. ჩვენ სულიერი სწავლებისაგან წამალი მოვამზადეთ და თქვენ გთავაზობთ. ახლა კი ტკივილის მოთმენა, ამ წამლის მიღება, სნეულებისაგან თავის დაღწევა და ჯანმრთელობის სრულად აღდგენა უკვე თქვენს ხელთაა. მაშინ თქვენს დიდად ირგებთ და ჩვენს არანაკლებ გაგვახარებს ავადმყოფების ჩქარი გამოჯანმრთელება. ასე რომ გევედრებით თითოეულმა თქვენგანმა ადრე თუ არ ცდილობდა, ამის შემდეგ მაინც მოახერხოს სულიდან იმ ვნების განდევნა, რომელიც როგორც თვითონ იცის სხვა ვნებებზე მეტად ამძიმებს. და როგორც სულიერი מחვილით, ისე იწინამძღოს ღვთივსათნო განსჯით და ამ ვნებისაგან თავი დაიხსნას. ღმერთმა იმდენი გონება მოგცა, რომ ჩვენს ნებაზეა, რამდენად გულმოდგინედ შევძლებთ ამა თუ იმ ვნებისგან გათავისუფლებას. სულის მადლმა სწორედ იმის გამო აღგვიწერა წმინდა წერილში წმინდანების ცხოვრება და მოღვაწეობა რომ მივხვდეთ. ჩვენი ბუნების მქონენი როგორღაც ახერხებდნენ სათნო ცხოვრებას და მათ მაგალითზე არ ჩვენ დავიზაროთ იმგვარივე მოღვაწეობა. განაჩვენივე ბუნებისა არ იყო ნეტარი პავლე. ეს კაცი ცეცხლოვან სიყვარულს ფლობდა. ამიტომაც გამუდმებით მივმართავ მას. უცქერ მის სულს როგორც რაღაც პირველ სახეს, მაოცებს მისგან ნებების ფლობა, მისი ვაშკაცობა, ღვთისადმი მხურვალე სიყვარული. და ვფიქრობ იმაზე, როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა სათნოებათა მთელი სიმრავლის მოხვეჭა მაშინ, როცა არც ერთ ჩვენთაგანს მცირედი სიკეთის გაკეთებაც კი არ უნდა. ვინ გვიხსნის გარდაუვალი სასჯელისაგან მაშინ, როდესაც იგი ჩვენივე ბუნების კაცი, ამ ვნებებს რო კარგად ცნობდა და ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ასე ვთქვათ, ყოველდღიურად იტანჯებოდა. მას ყველანაირად აწამებდნენ ისინი, ვისაც სახარების ქადაგების შეჩერება სურდა. ხშირად ისინი მხოლოდ მაშინ ღანებებდნენ თავს მკვდრად რომ ჩათვლიდნენ და ეგონათ რომ განაჩენი უკვე აღასრულეს. ჩვენს შორის კი ესოდენ უმწეოთა და დაუდევართა შორის განა აღმოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც ამგვარსავე სათნოებას შეძლებს. მაგრამ იმისათვის, რომ თქვენ ჩვენი ბაგიდან არ ისმინოთ ამ ნეტარის ღვაწლისა და ვაჟკაცობის ამბავი, მოусმინეთ, რას ამბობს იგი თავად. როდესაც ცრუმოციკულთა ტყუილი ბრალდების გამო იგი იძულებული გახდა თავის საქმეებზე ელაპარაკა არადა, მისთვის ამ საკითხზე ლაპარაკი ისეთი მძიმე და უსიამოვნო იყო, რომ ყოველთვის უარს ამბობდა ამაზე. თავისი ღვაწლის გაქვეყნება არასოდეს უნდოდა და პირიქით, ყველას წინაშე თავის თავს მგმობელად და მდევნელად იხსენიებდა, რაკიღა ნახა, რომ სხვაგვარად ვერც მატყუარებს დაადუმებდა და ვერც მოწაფეებს დაამშვიდებდა, ძალიან ბევრის თქმის შემდეგ ნახეთ რას ამბობს იგი. რომლითა იგი ვინმე იკადრებს სიკადულსა, უგუნურებით ვიტყვი, ვიკადრო მეცა. ანუ, თუკი ვინმე შეუძლია თავის ქება, ჩემი უგუნურებით ვამბობ, რომ ეს მეც შემიძლია. შეხე, რა ღვთისმოყვარეა ეს სული? მარტო კადნიერებად კი არა, თავის ქებას იგი უგუნურებადაც იხსენიებს.
გვასწავლის, რომ არასოდეს გავახმაუროთ ჩვენი საქმეები, თუ ამას აუცილებლობა არ მოითხოვს, როცა ამას არავინ გვაიძულებს, თუნდაც ჩვენ შორის იყვნენ კიდეც სიკეთის მკეთებელნი. რომლითა იგი ვინმე ამბობს იკადრებს სიკადულსა, უგუნურებით ვიტყვი, ვიკადრო მეცა. ანუ, მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე ვბედავ ამ უგუნური საქმის ქმნასო. ებრაელ თუ არიან, მეცა. ისრაიტელ თუ არიან, მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან, მეცა. ამით იმაღლებენ თავს სხვებზე ამბობს იგი, ამიტომ ნუ გონიათ, რომ ჩვენ არ ვფლობთ იმავე უპირატესობას. შემდეგ კი დაურთავს, მსახურნი თუ ქრისტესნი არიან, უუგუნურესადრე ვიტყვი, უფრო ისღა მე, ამან დაგარწმუნოს, საყვარელო რა სიკეთეა ამ მართლის სულში. მან უკვე კადნიერებად და უგუნურებად მოიხსენია თავისი თუნდაც აუცილებლობიდან გამომდინარე საქციელი. მაგრამ არც ამის თქმით კმაყოფილდება. არამედ მაშინ, როდესაც აცხადებს, რომ თავად ბევრს აღემატება, იმისათვის, რომ ვინმე არ იფიქროს, რომ ამას თავმოყარეობის გამო აკეთებს, საკუთარ სიტყვებს კვლავ უგუნურებად მოიხსენიებს. თითქოს ამბობს, განა თავად კი არ ვიცი, რომ ბევრისთვის უსიამოვნოა და უწესობაა, რასაც ვაკეთებ, მაგრამ აუცილებლობა მაიძულებს. ამიტომ ეს უგუნური ლაპარაკი მაპატიეთ. მის ჩრდილს მაინც მივბაძოთ ჩვენ, ვისაც უმძიმესი ცოდვები გვამძიმებს. ჩვენ, ვინც თუკი ზოგჯერ მაინც ვიზამთ სასიკეთოს რასმეს, მისი გულში დატევა არ შეგვიძლია, არამედ კაცობრივ დიდებას გამოკიდებულნი ვაქვეყნებთ, ყველას უყვებით და ამ უადგილო საქციელით ღვთის ჯილდოს ვკარგავთ. ნეტარი პავლე ასე არასოდეს იქცეოდა. მაშ როგორ, მსახურნი თუ ქრისტესნი არიან, ამბობს იგი უგუნურესადრე ვიტყვი, უფრო ისღა მე, ხოლო ამის შემდეგ უკვე თავის იმ ღვაწლზე ლაპარაკობს, რაც ცრუმოციქულებს არასოდეს უკეთებიათ. ან როგორ გააკეთებდნენ მას ჭეშმარიტების წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები, ისინი ვინც ღვთისმოსაობის ქადაგებას ყოველმხრივ აბრკოლებდნენ და უბრალო ადამიანების გონებას აღაშფოთებდნენ. ამგვარად, როდესაც თქვა, უფრო ისღა მე, ხოლოდ ამის შემდეგ ჩამოთვლის თავის ნაღვაწს და დაურთავს. შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკვდილთა შინა მრავალგზის. რას ამბობ? რაღაც უცნაური და უჩვეულოა შენი სიტყვები. განა შეიძლება რამდენჯერმე მოკვდე. დიახ, შეიძლება, ამბობს იგი თუ საქმით არა განზრახვით მაინც. სწორედ ამით გვასწავლის, რომ ქადაგებისთვის იგი გამუდმებულად ისეთ საფრთხეშია, რომ სიკვდილი ელის. მაგრამ ღვთის მადლმა ყველა ამ საფრთხისგან დაიცვა მართალი, რათა მის მოწაფეებს ესარგებლათ ამით. სიკვდილთა შინა ამბობს მრავალგზის. და ხურიათაგან 5 გზის 2/4-სა ერთი მოკლებული ცემა იმოვიღე. 3 გზის კუერთხითა ვიეც, 1 გზის ქვითა განვიტვინე, 3 გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. გზისასვლანი მრავალგზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღვათა შინა, ჭირნი ზღვათა შინა, ჭირნი ძმათა მტყუვართაგან. ანუ 5-ჯერ 40 დარტყმა მივიღე ერთის გამოკლებით. 3-ჯერ კვერთხით მცემეს, ერთხელ ქვით მქოლავდნენ, 3-ჯერ ნავი ჩამეძირა, დღეღამის განმავლობაში ზღვის ფსკერზე ვიყავი, მრავალჯერ ვიმოგზაურე. მდინარეებში არაერთი განსაცდელი შემხვდა, ავაზაკები დამემუქრნენ, თანამემამულეებისგანაც საფრთხე მელოდა, წარმართებისაგანაც, ქალაქშიც, უდაბნოშიც, ზღვაშიც და ცრუმოძმეებისგანაც. უყურაღებოდ ნუ დავტოვებთ საყვარელნო, ამ სიტყვებს თი. თვეული მათგანი ცალკეულად განსაცდელთა ზღვას წარმოგვიდგენს. მან ერთ მოგზაურობაზე კი არ თქვა, არამედ გზისასვლანი ამბობს მრავალგზის, ერთხელ კი არ შეემთხვა მდინარეზე უბედურება, არამედ მრავალჯერ და სხვადასხვაგვარად. და ყოველი მათგანი უდიდესი სიმტკიცით გადალახა. და ყოველივე ამის შემდეგ კიდევ ამბობს. შრომითა და რუდუნებითა, ღვიძარებითა მრავალგზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალგზის, ყინელითა და შიშლოებითა. გარეშე მისა, რომელი მოიწევის ჩემ ზედა. აი ჩვენს წინაშე განსაცდელთა კიდევ ერთი ზღვა გადაიშლება, სიტყვებით. გარეშე მისა, რომელი მოიწევის ჩემ ზედა. ამით მას უნდა თქვას, რომ განსაცდელები იმაზე მეტია, ვიდრე ამობს. თუმცა, არც ამაზე ჩერდება და იმ განსაცდელზე მიუთითებს, რასაც მასთან ყოველდღიურად მისული ხალხის სიმრავლე ქმნის. და ასე ამბობს. დღითი დღედ ზრუნვაი ყოველთა ეკლესიათაი. და კიდევ ეს ღვაწლი ის, რომ ერთჯერადი ყოფილიყო, მაშინაც იკმარებდა სათნოებათა მწვერვალის დასაპყრობად. ზრუნვაი ამბობს ყოველთა ეკლესიათაი არა ერთის, ორის ან სამის, არამედ მსოფლიოში არსებული ყველა ეკლესიის. რამდენადაც ვრცელია მიწა, რომელსაც მზის სხივი მოეფინება, იმდენადვე დიდია ამ ნეტარის ზრუნვა და შეწევნა. აი როგორი ფართო გული აქვს, აი როგორი დიდსულოვანია. მაგრამ ის, რაც ამას მოსდევს, ყველაფერს ზემოთქმულს ერთად მოიცავს. ვინ უძლურ არნ, ამბობს და მე არა უძლურ ვიყვი. ვინ დაჰბრკოლდებინ და მე არა ვხურვიდი. აი რანაზად უყვარს ამ კაცს, აი როგორ ფხიზლობს. აი როგორ ზრუნავს. რომელი დედა მწუხარებს ასე თავის შვილზე სიცხეს რო შეუპყრია და ლოგინზე მიჯაჭვლა, როგორც ეს ნეტარი, სადაც უნდა იყოს. და როგორც ის უძლურდება უძლურთა გამო ღელავს შეცდომელთათვის. ხედავ როგორ გამოხატავს. კი არ თქვა, ვინ დაჰბრკოლდებინ და მე არ შევწუხდიო, არამედ არა ვხურვიდიო და მით მწუხარების უმაღლეს სახეს დაგვანახებს.
პავლე ამით გვახვედრებს, რომ იგი საცდურისაგან შეპყრობილთა გამო ხურს და შინაგანად იწვის. მესმის, რომ მეტისმეტად განვავრცე ჩემი სწავლება. თუმცა დღეისთვის მოკლედ ლაპარაკი მქონდა განზრახული, რათა მარხვის შრომისგან მცირედ დამესვენებინეთ. მაგრამ საკმარისია ამ წმინდანის სათნოებათა სიმდიდრეს შევეხო, რომ სწრაფი მდინარესავით გამიტაცებს ხოლმე. ამიტომ ამაზე შევჩერდეთ. ვთხოვ თქვენ სიყვარულს, რომ გამუდმებით გონებაში გქონდეს ეს და გამუდმებით ვიფიქროთ ამაზე ჩვენი გემუნის კაცმა, ჩვენი მსგავსი ვნებებით შეპყრობილმა, უბრალოდ და ისეთი უმნიშვნელო ხელობის მქონემ, როგორიცაა ტყავის კერვა და სახელოსნოში მუშაობა, როდესაც მოინდომა და სათნოებებით ცხოვრები გადაწყვიტა, როგორ აქცია საკუთარი თავის სულიწმიდის მკვიდრობის ღირსად და ზეციდან უხვი ჯილდო როგორ მოიპოვა, ასევე ჩვენც თუ კი ჩვენი მხრიდან რაც საჭიროა იმას ვისურვებთ, იმავე სიუხვით მადლის მოპოვებაში ვერავინ დაგვაბკოლებს, რადგანაც უხვის უფალი და ყოველთა კაცთა იქნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი. საკუთარი თავი ღირსად ვაქციოთ და მხურვალე გულმოდგინებით, თუნდაც დაგვიანებით. სათნოებებს მიმართოთ, დავთრგუნოთ გნებები, თავის სულის მისაღებად მოვამზადოთ, რასაც ვეღირსებით კიდეც, მადლ ითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს მამისა და სულისა წმინდისა თანა დიდება, პატივი და უფლება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.